ბედნიერი დღე ყველას. მოდით დღეს ნახოთ ესეთი თემა, რა გადაწყვიტა ურთიერთობის მხრივ. რა თქმა უნდა, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. ეს გაითვალისწინეთ. გააგრძელებს, რას იზავს, აბა რა აქვს თავში, რა ჩადებს თავად ამ ყველაფერში. ორი ბუნება მინიმუმ აქვს ამ ადამიანს. სასტიკად ცვალებადი ხასიათი. სიმტკიცეს აკლებს, სტაბილურობას, თუმცა უზარმაზარი ქარიზმა მართლაც რომ მომხიბვლელს ხდის მას. ალბათ ამით თუ შეგაყვარებთ თავს ყველაზე მეტად. იცით რა არის? კი დავსვი კითხვა რა გადაწყვიტა თქო, მაგრამ რომ არ არის ეს ადამიანი დიდად დაგეგმარების მომხრე, რა ვქნათ? დღევანდელი დღით ცხოვრობს, სპონტანურია. მისი ყოველი სიტყვა თუ ქმედება, ყველაფერი სპონტანური. ამიტომ თუ შეხედავთ მის დამოკიდებულებას თქვენ დამი, აქ იკითხება რა? სანამ მომწონ ხარ, მოგწონ ვარ, მიყვარ ხარ, გიყვარ ვარ, მინდი ხარ, გინდი ვარ, სანამ ორივეს შეგვიძლია კომფორტული გარემო შევქმნათ ჩვენთვის, იქამდე ვიყოთ ერთად. არანაირი გადაწყვეტილებები არ არის. მხოლოდ დინების გაყოლა და სათქმელი. ვნახოთ რა იქნება. მისი ყურებით გამოჭერა, თითქმის შეუძლებელია. თან მუდმივადაც უნდა ზრუნავდეთ იმაზე, რომ მოწყენილობა არ იყოს. რუტინა არ გიყვარდეთ. ეს მშვიდი და სტაბილური ცხოვრების წესი, მისი სტილი ნამდვილად არ არის. მაგრამ ერთი ფაქტი უდავია ის, რომ თქვენს მიმართ ინტერესის ნაკვერჩხალი კარგა ხანს არ მისცემს ჩაქრობის საშუალებას. ერთადერთი რაც იცის ის, რომ თქვენი გაშვება არ უნდა. მაგრამ არ შემოშვება. უფრო შუალედს ირჩევს. დიდი ბავშვია. რომელსაც დიდი ბავშვია, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობების გარდა 1000 სხვა ინტერესებიც აქვს. რის გამოც მხოლოდ ურთიერთობაზე ვერ იქნება ორიენტირებული. მის გადაწყვეტილება რა არის? კომფორტული გარემო, კომფორტის ზონაში თქვენთან ერთად. მაგრამ სხვა რაიმე სახის მნიშვნელოვანი გეგმები არ აქვს. რაც არის, იმას ღებულობს. რაც არ არის და არ იცის რა იქნება, აქ დინებას მიყვება. სწორიც არის სადღაც ეს ადამიანი. საკმაოდ კარგად გამოსდის კადათაგუბანას თამაშიც, რაც ალბათ ხშირად გაბნევთ კიდეც. გაგეჯიბრებათ, ჭიბში ჩაგიდგებათ, ნერვებსაც საყვარლად მოგიშლით, მაგრამ მის ინტერესებში მართლა მნიშვნელოვნად შედიხართ და არ უნდა თქვენი დაკარგვა და არც აპირებს. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომ არ უნდა და არც აპირებს. როგორ რანაირად ავად თუ კარგად, ეცდება რომ უფრო შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული, თუმცა ეს არ არის ახლა რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები მაგალითად ან კონკრეტული გეგმები, რომელსაც დასახავს და მიიყვანს ბოლომდე. ახლა ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო, არიან ადამიანები, რომელსაც 20 წელსაც კი შეუძლიათ 20 წელს კი დაგეგმონ. თუმცა მე ვფიქრობ, ესეთი სპონტანური ცხოვრება უფრო უკეთესია. წარმატებები, ბედნიერი დღე ყველას. ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, პირადი კითხვები WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ 557 16 63 53. ოღონდ ძალიან გთხოვთ, დამირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.